ორთაბრძოლები. გულწრფელად ისა მხრივ მართლაც ძლიერია ცარუკიანის კომენტარი ილია თოფურიაზე 6 დღის და 20 საათის წინა გულწრფელად ისა მხრივ მართლაც ძლიერია ცარუკიანის კომენტარი ილია თოფურიაზე ავქიის სომეხმა მებრძოლმა არმან ცარუკიანმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა. მან თავისივე ზონის ჩემპიონზე ილია თოფურიაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. თოფურია ძალიან ძლიერი მოკრივია. ძლიერი და მძიმე დარტყმა აქვს, ასევე კარგად ეხერხება დარტყმისთვის საჭირო მომენტის გამონახვა. ის არ ჩქარობს, ელოდება ხელსაყრელ მომენტს და მოვლენების ფორსირებას არ ცდილობს. ეს ძალიან კარგი თვისებაა, რომელიც სპორტსმენებში იშვიათად შეგხვდებათ. თუ თოფურიამ დარტყმა გაატარა, ის პასუხის გაცემას კი არ ჩქარობს, არამედ მშვიდად და ჭკვიანურად მიჰყავს ბრძოლა, მას მაღალი საბრძოლო ინტელექტი აქვს. ეს არის მისი ძლიერი მხარეები, ხოლო რაც შეეხება სისუსტეებს, კლინჩში ის იღლება. თუ მეტოქეს სურს, წაართვას ილიას ის უპირატესობა, რაც ნოკაუტის ძალის სახით აქვს, სწორედ კლინჩზე უნდა გააკეთოს აქცენტი. ილიას ძლიერ მოჭიდავეებთან არ უჩხუბია. იყო მხოლოდ ბრაის მიტჩელი, რომელმაც თოფურია პარტერში გადაიყვანა და აკონტროლებდა, თუმცა მაღალი დონის მოჭიდავედ ვერც მიტჩელი ჩაითვლება. ფიქრობ, მე და ისლამ მახაჩევს თოფურიას პარტერში გადაყვანა და გაკონტროლება შეგვიძლია.